და აი უკანონო პოლიტიკას რაც PR თემის მიმართ ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში ხათია დვალი იქნება მოდერატორი როგორც ყოველთვის მე არ წარმოვადგენ სტუმრებს მიუხედავად ჩემი ახლო ნაცნობობასა და ურთიერთობისა თათია წარადგენს და ისინი უფრო დეტალურად გაშლიან ამ თემას. დიდი მადლობა. მადლობა ყველას დღეს აკავშირებთ და მართლა მგონია რომ დღევანდელი ჩვენი ეთერი ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსის არის. დღეს ვისაუბრებთ ანტიკვიარ ფაშისტურ კანონზე, ყოველგვარი ენის მოჩვერის გარეშე პირდაპირ ფაშისტურ კანონზე, რომელიც მათ შორის როდესაც საუბრობთ ხოლმე რეპრესიული კანონების წყებაზე, ხშირად გამოგრჩება ხოლმე როგორც ერთ-ერთი მსგავსი კანონი, რომელიც ფაქტობრივად ამ მთელ ამ ნაკადში რეპრესიული კანონებისა ერთ-ერთი პიონერი კანონი იყო, რომელიც ასევე ხარტად ყოველგვარი ფიქრისა და განშისა და გაანალიზების გარეშე მიიღო ეგრეთ წოდებულმა სამთავრობო სექტორმა და დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ირა სილანტევა, სოციალური მუშაკი და იურისტი ვახუშტი მენაბდა და ორივეს ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა დღეს აკობნისთვის, იმიტომ რომ ერთი თავად ამ კანონის შინაარსიდან გამომდინარე ამ თემაზე საუბარი დღეს არ არის მარტივი და მათ შორის ადამიანები, ვისაც ძალიან დიდი ცოდნები აქვთ ამ საკითხებთან, PR საკითხებთან მიმართებით, როგორ ახერხებენ დღეს, ვიღარ ახერხებენ დღეს სწორედ ამ კანონისა და ამ რეჟიმის რეალობაში, რომ ხომ ახლა საჭიროდ ისაუბრონ და თავიანთი ცოდნა გაგვიზიარონ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ PR თემისთვის, არამედ ზოგადად ჩვენთვის როგორც საზოგადოებისთვის და მადლობა კიდევ ერთხელ, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ორივეს დღეს აქ ყოფნისთვის. დიდ დროს არ წავიღებ რაღაც ამ შესავლით და მე უკვე ნელ-ნელა ჩავშლი თითოეულ საკითხს და უშუალოდ კანონით მინდა დავიწყო საუბარი და პირველი ვახუშტის კითხვა ალბათ რადგან უფრო ამ მიმართულებით რომ დავშალოთ საუბარი მე უფრო დიდ დიაპაზონს მოგცემდა თქვა სოციალურად როგორ აისახება ეს კანონი ამ მიმართულებითაც და ამიტომ ვახუშტისთან პირველი კითხვა რაც მექნებოდა ის რომ თავად როგორც იურისტმა ასე გაგვიზიაროს თუ რამდენად შეიძლება იყოს ეს კანონი, რამდენად შეიძლება მოდიდეს თავისი ტიპის კანონი კონსტიტუციურობასთან შესაბამისობაში და იმ მოცემულობით რომ სწორედ ამ კანონს რაღაცა ძალიან ღიად და სწორი შეფასებით ფაშისტურ კანონს უწოდებთ ხოლმე თუ კი თქვენ პასუხიდან გამომდინარე იქნება მეორე კითხვაც რამდენად შეიძლება როგორ შეიძლება ასეთი კანონი აღსრულებაში მოდიდეს ან როგორ მოდის ასეთი ტიპის თვითონ ჩანაწერით რომ რას ნიშნავს ამ კანონის აღსრულება და მეორე ის თუ რამდენად შეიძლება ამ კანონს ხო კონსტიტუციური ეწოდეს. მოგესალმებით ყველას. მადლობა იმისთვის რომ ამ საკითხს გამომწვიეთ. მინდა დავიწყო ცოტა შორიდან და მინდა თქვა რა არის ზოგადად კანონის ფუნქცია ისთვის და რა დროს იყენებენ მას სხვადასხვა რეჟიმები. კანონი ეს არის არა მხოლოდ ის რაც თავისთავად არეგულირებს სამართლებრივ და ადამიანებს შორის ურთიერთობებს. არამედ სამართალი ეს არის იმ პოლიტიკური ძალების განაცხადი, ვინც კონკრეტულ მომენტში ეს კანონი მიიღება, აკონტროლებენ ხელისუფლებას, ანუ ვისაც ხელი ეწიფება კანონის მიღება. ხო, ვისაც ხელი ეწიფება კანონის მიღება, კანონი გადმოსცემს მის განწყობებს და მის გაზრდას. ამიტომ ნებისმიერი კანონის ანალიზის დროს ჩვენ უნდა დავინტერესდეთ ერთი მხრივ იმით, ვინ მიიღო ეს და მეორე მხრივ იმიდან რა სურდა ამ კანონი. და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რაღაც დეტალებზე, კონკრეტულ მუხში, კონკრეტულ ფუნქციაში, რა რა სამართლებრივი შედეგები და ურთიერთობები გამომდინარეობს, ხო? ჩემი ამოცანა ამიტომ ეს იქნება აი ამ ზოგადად განწყობაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ არც არის ხო ეს ფორმატი აქ ვარდებს დეტალურად ჩაშლის შესაძლებლობებს ამ სრულიად
უთანასწორო და დისკრიმინაციული კანონისა. რა უნდა იყოს, ეხლა მე მინდა თქვა, რა უნდა იყოს ზოგადად ნებისმიერი იმგვარი პოლიტიკის მოსავალი, რომელსაც განუზრახავს, რომ ადამიანებმა იცხოვრონ კარგად, ხო? ანუ სახელმწიფო ჭირდება იმისთვის, რომ გაუმკლავდეთ გარკვეულ გამოწვევებს, რომელიც არსებობს ჩვენს ცხოვრებაში. ანუ მარტო ყოფი ადამიანები, ჩვენ ინდივიდები ვართ საფრთხის წინაშე, რომ ვერ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს. ერთი მხრივ, იმიტომ რომ არსებობენ რაღაცა ძალები, რომელიც ხოსქუშია ამაში, და მეორე მხრივ, იმიტომ რომ არსებობს ჩვენ ჭირდება ერთობა იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. ამგვარი პოლიტიკის მთავარი მოცანა უნდა იყოს ემანციპაცია. ემანციპაცია, ანუ ჩაგვრის დასრულება და ამ ჩაგვრიდან ამოსვლა იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს შეეძლოს თავისუფალი განვითარება თანასწორ გარემოში. ანუ თანასწორობა გვჭირდება ის, რომ ჩვენ თავისუფლების რეალიზება უზრუნველყო, ხო? და საბოლოოდ ამას მოაქვს ის, რასაც გავიხსენებთ ძველ გამოთქმას, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ამ მარშზე ვყვით, ხო? თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, ხო? ან ძმობა მის ორიგინალურ ვერსიაში. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს თარგმანში, ორიგინალურ თარგმანში, ხო? რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია თავისუფლების მიღწევა, თუ ყველას თანასწორად ხელი არ მიუწვდება ამ თავისუფლებას. და მხოლოდ ამ თანასწორი ხელმისაწვდომობის პირობებში რეალიზებული თავისუფლება გვაძლევს ჩვენ ძმობას, ანუ ერთობას, რომელიც არის სოლიდარული ერთმანეთის საზოგადოების წევრებს შორის ერთმანეთს. ეს კანონი არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ კონკრეტული ჯგუფის საზოგადოებაში, შემთხვევაში ქვია ხელი, როგორ არის რეპრესირებული კანონის მეშვეობით და ფაქტობრივად არ არსებობს საზოგადოებრივი ცხოვრების საჯარო ცხოვრების ეპიზოდი, სადაც ის არ აკეთებდეს უსამართლო კორექციას ქვიან ადამიანების მიერ საკუთარი თავის გამოხატვის და საკუთარი პირადი ცხოვრებით სათანადო ცალკეობას. შესაბამისად, ეს არის კანონი, ამ კანონის მიზანი არის სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე საჯარო ცხოვრებიდან გამორიცხოს საზოგადოებრივი ადამიანების ჯგუფი და მონიშნოს ისინი, როგორც არასრულფასოვანი მოქალაქეები, არა ისეთი მოქალაქეები, რომელთა არსებობაც რაღაცა საფრთხეს ქმნის. და ეს არის ხადია უსამართლო და ანტი თანასწორობისკენ ან თანასწორობის საწინააღმდეგო მიმართული. ეს კანონი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიზნებს. იმას, რომ ჩვენ ყველას, როგორც უკვე ვთქვი, ხო, შეგვეძლოს თავისუფალი რეალიზაცია თანასწორ პირობებში იმისთვის, რომ სოლიდარო საზოგადოებაში ვიცხოვროთ. და სწორედ ეს არის უპირველეს ყოვლისა ამ კანონის პრობლემა. სწორედ ეს არის უპირველეს ყოვლისა ამ კანონის უსამართლობა და ბოროტება. და ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ამ კანონს ეს კანონი ვამხილოთ, ვისაუბროთ ამ კანონის უსამართლობაზე და ვთქვათ ის, რომ ეს კანონი უპირისპირდება ნებისმიერ ემანსიპატორულ პოლიტიკას. არა მხოლოდ ქვიან ადამიანების ცხოვრების რეპრესირებას და რაღაცა მოთხოვნიერებას ისახავს მიზნად. არამედ ის ირიბი ეფექტი ვრცელდება ნებისმიერ სხვა ადამიანზე, იმიტომ რომ ჩვენ ამ სოლიდარობით შეკრული საზოგადოების წევრებად აღვიქვამთ ჩვენ თავს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ არ არსებობს ემანსიპაცია, ანუ ჩაგორისგან გათავისუფლება კონკრეტული ჯგუფის, კონკრეტული
საზოგადოების ყოველდღიური ნაწილის ან ადამიანების შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ ზოგადად საზოგადოების როგორც ესეთის ემანციპაციაზე ძალაუფლების მფლობელთა მიმართ. შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ მინდა საზოგადოება, სადაც ყველას თანაბრად მიუწვდება ხელი სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე და ყველას თანაბრად შეუძლია ძალაუფლების განხორციელებაში მონაწილეობა. იმიტომ თუ არ არსებობს თანასწორობა, არ არსებობს თავისუფლება და არ არსებობს საზოგადოება როგორც ასეთი, რომელიც შეკრულია ამ სოლიდარობის პრინციპების გარშემო, რისთვისაც ჩვენ ყველანი აგერ უკვე მეოთხე თვიარი თბილისის ქუჩებში გავდივარ და ჩვენი მეგობრები და თანამებრძოლები დადიან ქუთაისის, ბათუმის ქუჩებში, რეგულარულად და სხვა ქალაქების ქუჩებში ასევე, ხო? ამიტომ ამ კანონზე საუბრისას და ამ კანონის ანალიზისას მინდა ყველამ მივაქციოთ მივაყდება იმას, რა არის ამ კანონის მთავარი ამოცანა. ამ კანონის მთავარი ამოცანა არის მონიშნოს ჯგუფი და შექმნას ყალბი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თითქოს ადამიანების კონკრეტული ჯგუფის განეიტრალება, ეს განეიტრალება სამსახურებას საერთოდ, რომ შესაძლებელია საზოგადოებამ აიუმჯობესოს საკუთარი ცხოვრება. რა არის? ხო, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს პრობლემების მოგვარებას და პოულობს ჯგუფს, რომელსაც აბრალებს და ამოსვლა ეჯგუფი თუ არის. ასაგებებს ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება. ეს არის იმ პროექტის საწინააღმდეგო, ეს ხედვა, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს. იმ პროექტის საწინააღმდეგო ხედვა, რაც ჩვენ ყველას, ხო? რაც არის სოციალური სახელმწიფო, სოციალური დემოკრატიის ხედვა. რომ მხოლოდ და მხოლოდ ყველას ერთად შეგვიძლია გათავისუფლება ჩაგვისვა. ეს სახელმწიფო გეუბნება პირიქით, თუნდაც დავჩაგრავთ ერთ დანარჩენები ბედნიერად ვიცხოვთ. არა, პირიქით. ჩაგვისგან სრული თავისუფლება, საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩაგვისგან თავისუფლება მოგცემს ჩვენ შესაძლებლობას, რომ ყველა ვიცხოვროთ თავისუფლად, თანასწორ გარემოში და იმ პირობებში, სადაც ყველა ჩვენგანი სოლიდარობით გამსჭვალულები ერთად გავუყოლეთ იმ პრობლემას, რაც საზოგადოების, როგორც საზოგადოების წევრებს და როგორც საზოგადოებას გვაქვს. შეიძლება ცოტა ზოგადი ლაპარაკი გამომივიდა, მაგრამ თუ დეტალები იქნება მოსაჭრელი. მოდი, უბრალოდ აქვე ჩაგეკითხები და მე ირასთან, იმიტომ რომ ირამ კიდევ უფრო სხვა დამატებითი შროები უნდა შემოიყვანოს კიდე ამ თემაზე საუბრისას. უბრალოდ თავად ვეახსენე თვითონ ეს კანონი როგორ არის, თქვათ, ძალაუფლების გამტკიცების გზა, ხო? მაგრამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რითაც ძალაუფლებაზე ვსაუბრობთ, დღეს უკვე ღიად ავტორიტარულ რეჟიმის ძალაუფლებაზე ვსაუბრობთ და აი მოკლედ თუ შეგეძლებოდა, რამდენად არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ამ კითხვაზე მოკლედ პასუხის გაცემა, მაგრამ უშუალოდ ავტორიტარული რეჟიმისთვის რა ტიპის ინსტრუმენტი შეიძლება იყოს მსგავსი ტიპის კანონი, აი ამაზე რომ გეთქვა ერთი-ორი სიტყვა, იმიტომ რომ მგონია, რომ აქ ზოგადად არა მხოლოდ სახელმწიფო აპარატზე ვსაუბრობთ, არამედ მათ შორის ძალიან კონკრეტულ გამოწვევებზე, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის წინაშე დგომისას გვაქვს ჩვენ როგორც საზოგადოება და თან ძალიან ნიშანდობლივია ისიც ხო, რომ ეს ავტორიტარული რეჟიმი თავის საცეცებს ძალიან ღიად სწორედ ამ კანონის ერთ-ერთი ახლა პირველი კანონის რეპრესიული კანონი არ ყოფილა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ღიად მანიფესტირებულად რეპრესიული კანონი სწორედ ეს კანონი იყო, სადაც ის არ მოერიდა რომ თავისი სახე მართლა პირდაპირ გამოიმჟღავნებინა და აი რაღაცა უფრო მოკლედ ასე რომ გეთქვა თუ რა ტიპის ძალაუფლებას უზრუნველყოფს და რატო შეიძლება იყოს ეს კანონი სწორედ ასეთი რეჟიმის ძალაუფლების გამამყარებელი ხელსაწყო. მადლობა, ეს საშუალებას მოგცემთ გავშალოთ ვიდეო. ესე იგი, მე მინდა გავაფრთხილო ყურადღება იმაზე, რაც შეიძლება მიმახვილება ყურადღება, რომ ჰომოფობიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება ამ ქვეყანაში ხანდახან აითვლება, რომ აი ამ კანონის მიღებიდან დაიწყო. სინამდვილეში ყველაფერი დაიწყო კონსტიტუციური რეფორმის დროს 2007 წელს, როდესაც კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რაც საკუთარ თავში გულისხმობდა აი ამ განწყობას, რომელიც ქვიან ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული.
და მაშინ სხვადასხვა ძალიან უცნაური იყო ის, რომ ამ კონსტიტუციას ხმამისცა ბევრმა ისეთმა ადამიანებმა, ვისაც წესით ამ მუხტთან პრობლემა უნდა ქონდათ. ხო? ეს იყო ქართული ენის პირველი მცდელობა, რომ საკანონმდებლო ინსტიტუტები გამოეყენებინა როგორც ჰომოფობიური მექანიზმი პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდირებისთვის. ეს კანონი უბრალოდ არის იმის გაშლა, იმის უფრო ბევრ საზოგადოების ცხოვრების ბევრ ასპექტზე განვრცობა, ვიდრე კონსტიტუციური რეგულირება იყო 2017 წელს. და ახლა ისიც ხმამია, რომ რეჟიმს სჭირდება ადამიანების გაჩვენება, ხო? ესე იგი წინააღმდეგობის შესუსტება, ადამიანის გაჩვენება როგორ იცით, მარტო ლაპარაკის გაჩვენება, ლაპარაკის გაჩვენება, მაგრამ წინააღმდეგობის შესუსტება. ნებისმიერი იმ ადამიანის განეიტრალება, რომელიც შეიძლება არ იყოს განწყობილი ლოიალურად რეჟიმის მიმართ. და ამისთვის რეჟიმი აკეთებს მონიშნავს და სამიზნეში აქცევს ადამიანთა ჯგუფებს. შეიძლება ეს იყოს ადამიანები, ვინც ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის გაწევრენ სამუშაოს და ამისთვის იღებენ საერთაშორისო დახმარებას, ხო? ეს არის ეგრეთ წოდებული აგენტების კანონით აკეთებს ამას. მედიისთვის, რომელიც კრიტიკულად ან ოპოზიციურად ხოჭებს მე დავყოფი ამას, მედია ცალკე ვიყოლი, ოპოზიციური მედია ცალკე ვიყოლი. ყველას კრიტიკულს არ დაუძახები და ეს სიმართლეც უნდა ითქვას, ხო? კრიტიკულ და ოპოზიციურ მედიის წინააღმდეგი მიმართული ინსტრუმენტები ამავდროულად მნიშვნელოვანი, ხო? აქ იღებს კანონებს, რომლითაც აჩვენებს მედიას. და იღებს კანონებს ასევე, ეს კანონიც ამათ რიგში ეწერება, კანონს რომლითაც ცდილობს ქრიარ ადამიანების მოთმინიერებას და მათი წინააღმდეგობის შესუსტებას და სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით აკეთებს ამას. ხო და ეს კანონი სავსე არის საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრი ასპექტით, რომელშიც ის ცდილობს ჩაახშოს და ზეგავლენა, ნეგატიური ზეგავლენა, ძალაუფლებრივი ზეგავლენა, ძალის გამოყენებით ჩაახშოს ქრიარ ადამიანების სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ეს ამ კანონის მთავარი ამოცანა ჩემთვის არის ის, რომ საზოგადოების კიდევ ერთი ჯგუფი გაიქვემდებაროს, შეაშინოს, მათ გამოიყენოს გარკვეული მექანიზმები მათი პოლიტიკური აქტივობების წინააღმდეგ, ზოგის წინააღმდეგ, გამოიყენოს, ზოგი დაიმოქროს. ჩვენ რა ვიცით და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში სამართალი არის ის, რაც მუქრება. ანუ სამართალი სანამ აღსრულდება, იქამდე ის მუქრება. და მისი მთავარი ამოცანა ზუსტად მუქარა. მისი მთავარი მიზნები ზუსტად მუქარი მიიღწევა. ჩვენ კანონს ვემორჩილებით, მანამ სანამ ის აღსრულებას დაიწყებს ჩვენზე პირდაპირ, ხო? სანამ ის რეპრესიულ მექანიზმებს აამოქმედებს. ამიტომ ეს კანონიც ამას აკეთებს, რომ პირველ რიგში მემუქრება იმით, რომ გამოიყენებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვიარ ჯგუფის შემადგენლობაში, ქვიარ თემის შემადგენლობაში შედიან, ვინც მათ მხარს უჭერენ, ვინც მათ უფლებებს იცავენ, ვინც მათ მხარდამჭერები არიან, ვინც უსამართლობას არ ეგუებიან და ხედავენ, რომ ქვიარ თემის წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკა ტარდება. ამ ყველა ადამიანის წინააღმდეგ არის ეს კანონი მიმართული. ხო? ამიტომ მე ამ კანონს სწორედ ესე ვხედავ. დაემუქროს კიდევ ერთ ჯგუფს და მათ მხარდამჭერებს, ანუ სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს, რომ იმათვით სამართლიანობა უყვარს, რომ აი ეს კანონი კიდევ ამ საზოგადოების ცხოვრების ერთ სფეროს არეგულირებს და ამოქოლოს. და რაღაც მოგვეწევა ეს ნაწილი. უბრალოდ სანამ უშუალოდ კითხვაზე გადავიდოდი, აქ მე რაღაცა ჩემს ჩანამატსაც გავაკეთებდი ვახუშტის მათქვამში, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად იმის ხაზგასმა, თუ რა ტიპის ძალაუფლებრივ მას ქმნის თავად ამ კანონით ავტორიტარული რეჟიმი, თუმცა ჩემი ხედვით PR ჯგუფს ეს მიზანმიმართული
თავდასხმა ერთი თავისთავად მხოლოდ ამ კანონით არ მოხდა, რაც თავადაც თქვი, ეს წლების განმავლობაში ნაწარმოები საკანონმდებლო თუ საზოგადო პოლიტიკის შედეგია და პლუს ამას queer ჯგუფი არ არის ერთ-ერთი ჯგუფი ამ რეალობაში. მგონია რომ ძალიან მიზანმიმართებით ის თავდასხმა queer ჯგუფთან მიმართებით სწორედ იმით განისაზღვრება, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურობაში ზუსტად აწყდებიან მთელი მათი არსებობის მანძილზე იმას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არანაირად არ არის მათ რეალობაზე მორგებული, სახელმწიფო პოლიტიკა მათ მხოლოდ ინსტრუმენტალიზების საშუალებისთვის იხსენებს, მათ ასევე ყველაზე ზუსტი, მახვილი და ყველაზე ესეთი მართლაც ქმედითი კრიტიკა აქვს. ამიტომ შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ერთ-ერთი პირველი სამიზნე სწორედ queer ადამიანები იყვნენ. ირასთან გადავალ ახლა შეკითხვით. თუ შენ როგორც სოციალური მუშაკი ძალიან ზუსტად იცნობ, მათ შორის არა მხოლოდ ამ საკანონმდებლო რეალობაში, არამედ მათ შორის წლების განმავლობაში თავად გიმუშავია queer ადამიანების ყოველდღიურ რეალობაზე, თავად გიმუშავია ამ საკითხებზე და ორად გავყოფდი ალბათ ჩემ კითხვასაც. ერთი თუ შეგიძლია, რამდენადაც მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლია არაფორმალური სტატისტიკა, არაფორმალური ინფორმაციები, რადგან პრესსამწუხაროდ ზოგადად ფორმალური და ესეთი ინფორმაციების მოპოვების საშუალება თვითონ კიდევ უფრო მეტად გვერთმევა ამ თემაზე, მაგრამ თუნდაც არაფორმალური ფორმით თუ შეგიძლია რომ გაგვიზიარო თავად უშუალოდ ამ დეკემბერში ამოქმედებული კანონის შედეგები, რასაც დღეს ვაწვდებით და მეორე უკვე გავუცდეთ შეგვიძლია ამ კანონის რეალობასაც და ზოგადად ვისაუბროთ იმაზე თუ ამ საკანონმდებლო მის გარეშეც რა რეალობაში რას გულისხმობს საქართველოში, რას გულისხმობდა საქართველოში queer ადამიანად ყოფნა. მაგრამ ალბათ ჯერ დავიწყოთ უშუალოდ ამ კანონის შემდგომი ამოქმედების შემდგომი პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ამ თემაზე და ზოგადად queer თემაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდება და მინდა აღვნიშნო რომ თუ კი მაგალითად რუსული კანონის დაინიცირებას ძალიან დიდი აქციები და პროტესტი მოყვა, მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან. მე არ მახსენდება, რომ ერთ პოლიტიკოს მაინც რაიმე ეთქვას აი ამ ფაშისტურ კანონზე და მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ესე თქვა აირჩია დუმი. აქვე ვისარგებლებ და მინდა რომ queer-თან სოლიდარობა გამოუცხადო, უპირობო სოლიდარობა queer-თემს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი მე პირადადაც რამდენად მნიშვნელოვანი არის და ზოგადად სოლიდარობის მნიშვნელობა და შემიძლია აქვე თქვა, რომ სანამ გადავარდათ თათიას მიერ დასმულ შეკითხვებზე, მინდა აღვნიშნო, რომ ალბათ queer-თემი ერთადერთი ჯგუფი არის ქვეყანაში, ვისთვისაც სოლიდარობის გამოცხადება ფაქტობრივად პოლიტიკურ თვითმკვლელობას ნიშნავს და ეს არ დაწყებულა, ესე ვთქვათ, ქართული ოცნების დროს, ეს წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო და ეს იყო ყოველთვის ძალიან ისეთი ტაბუირებული თემა. სანამ ესე ვთქვათ, მანამდე ამ კანონის მიღებამდე მიმოვიხილავ სხვადასხვა საკითხებს, ვიტყვი, რომ ამ კანონმა გართულა პირველ რიგში სერვისების გაცემა მოწყვლად ჯგუფებზე, სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან და პირველ რიგში ალბათ ეს აისახება ზუსტადად ციგნით მოტივირებულ დანაშაულებზე რეაგირებას, იმიტომ რომ თუ კი მანამდე რაღაც სათემო ორგანიზაციები თანამშრომლობდნენ პოლიციასთან და შსს-თან იმისთვის, რომ რაღაც შემცირებინა და რეაგირება, ადეკვატური რეაგირება ქონოდა პოლიციას queer-ების წინააღმდეგ ძალადობაზე. ამის შემდგომ ძალიან ბევრი იმუშავეს სათემო ორგანიზაციებმა, რომ ადამიანებს დაეწყოთ ამაზე ამ ძალადობაზე საუბარი და რაღაცა რეაგირება და პოლიციისთვის მიემართათ. შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ აი ამ კანონის მიღების შემდგომ ძალიან შემცირდა ადამიანები უბრალოდ აღარ მიმართავენ პოლიციას და რასაც ვხედავთ, ეს არის გარდა იმისა, რომ ზოგადად ქვეყნიდან არის სამუშაო ძალის და
ადამიანების გაგინება, შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დატოვა ქვეყანა, ზუსტად იმიტომ, რომ აღარ არის უსაფრთხო, არა მხოლოდ რაღაცა ისე ვთქვათ ემოციურად ამ ყველაფრის ატანა ზოგადად წინების ის რომ სახელმწიფო შენ ნიშნავს და პირდაპირ გარკვევს რომ შეხარ კრიმინალი მეორეს მხრივ აი ეს ფიზიკურადაც აღარ არის იარების უსაფრთხო ქუჩებში გადაადგილება იმიტომ რომ ის როგორ უნდა მიმართო პოლიციას რომელიც წესით უნდა გიცავდეს მაშინ როდესაც პოლიცია თვითონ არის მოძალადე ხო ეს შეიძლება ითქვას ეს კონკრეტული ესე ვთქვათ კვლევის მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს რა გამოიწვია ამან მაგრამ აი როგორც სოციალურ მუშაკს შემიძლია პირდაპირ თქვა რომ აი ეს ტენდენციები გამოიკვეთება მეორეს მხრივ აქ მინდა აღვნიშნო რომ როგორც ვახუშტიმ თქვა რომ ეს არის ინსტრუმენტი ასე ვთქვათ ზოგადად აი ამ პროტესტის დაგმების აქ მინდა ძალიან ცოტა დავამატო ის რომ ქართული ოცნება რომელმაც შენ როგორც აღნიშნე 2017 წელს როდესაც საკონსტიტუციო ცვლილება შევიდა ძალაში და განისაზღვრა ქორწინება როგორც ქალისა და კაცის უფლება მინდა აღვნიშნო რომ მანამდე ქუიარების მხრიდან არც ერთი სათემო ორგანიზაციის მხრიდან არ ყოფილა ეს საკითხი დასმული რომ ქუიარები თხოვენ ან ქორწინებას ან რაიმე მიმსგავსებულ ესე ვთქვათ ოფიციალურ კავშირის ესე ვთქვათ საკანონმდებლო ცვლილებას და აღინიშნოს ასევე ის რომ მთელი ამ პერიოდის და წლების განმავლობაში ქართული ოცნება ესე ვთქვათ თვითავექმნიდა ამ ნარატივებს რომ და ქუიარები ყოველთვის იყვნენ ის ჯგუფი ვისაც ესე ვთქვათ კაპიტალიზდებოდა არა მხოლოდ ქართული ოცნება, რომელიც ესე ვთქვათ პროპაგანდისტულად თუ კი მანამდე იყო რაღაცა ქართული ძალა, ქართული მარში და ასე შემდეგ, რომლებიც წერდნენ და დღის წესრიგში პროპაგანდისტულად აყენებდნენ აი ამ დაღუპებდნენ ამ სიზმრს და ვითომ ამის საპასუხოდ ქართული ოცნება იღებდა რაღაცა სხვადასხვა ნაბიჯებს, მათ შორის ეს კონსტიტუციური ჩანაწერიც ეგ იყო და წინასაარჩევნო დაპირებაც ესე ვთქვათ, თითქოს ეს იყო საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა და რაღაც ადამიანების უდიდეს ნაწილს აწუხებდა რომ კონსტიტუციაში რა მიწერია და მეორეს მხრივ ანუ ევროპის დასანახად ესე ვთქვათ ვითომ რაღაცა პატარ-პატარა საკანონმდებლო ცვლილება ჰქონდათ იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონი იქნებოდა და ასე შემდეგ რა ჩვენ ხედავ ანუ ესე ვთქვათ რო შევაჯამო ერთის მხრივ სანამ ეს ძალიან რადიკალური ცვლილება ანტიდასავლური მოხდებოდა ქართული ოცნების მხრიდან მათ ყოველთვის ყავდათ ისეთი რადიკალური ჯგუფები როგორც იყო ალტინფო ქართული მარში და ასე შემდეგ ყოველ შემთხვევაში ისინი ის ჯგუფები რომლებიც ესე ვთქვათ წამოწევდნენ და დღის წესრიგში აყენებდნენ აი ამას როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ჭალებში პრობლემას და ქართული ოცნება ამას პასუხობდა რაღაც სხვადასხვა ცვლილებებით, სხვადასხვა განცხადებებით და ასე შემდეგ და ეს ძალიან კარგად გამოიყენებოდა ესე ვთქვათ რეალური პრობლემები, სოციალური, ეკონომიკური პრობლემების გადასაფარად, ხო? და მას შემდეგ და ბოლო არჩევნებზე რაც ჩვენ ნახეთ, ხო? ანუ ეს ჰომოფობიური კანონი ესე უცებ ხომ არ შემოუყვიათ, ამას წინ უძღოდა და ერთი ორი წლის განმავლობაში ძალიან მიზანი მიმართული პროპაგანდა, სიძულვილის პროპაგანდა იქნებოდა ეს სამთავრობო მედიებიდან ასე შემდეგ. რასაც შემდგომში ესე ვთქვათ აი ამ ჰომოფობიური კანონმდებლობით უპასუხეს. ხო ცოტათი დავიდენი მე მგონი ხო მადლობა რა არაფერი არ არის უძღვნა ვთქვათ დავაყენებ თავადურებ
დაიწყეს სერვისების წვდომაზე ის რომ სერვისების წვდომა ფიზიკურად აღარ აქვს თემს. ერთი აქვე დავაკონკრეტებ იმას, რომ თავისთავად სერვისების შეზღუდვაზე ვიწყებ ხოლმე საუბარს. აქ იმას არ გამოვიწყავ, რომ თავად კანონი პირველ რიგში როგორ აგრძნობინებს ამ ადამიანებს თავს. ხო, პირველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, თუ როგორ გაგრძნობინებს, შეგრძნება ის, რომ რაღაცა შენი არსებობით, შენი ყოფით და ყოველდღიურობით ხარ უკანონო უკვე რამდენად შეიძლება მისაღები იყოს ახაც პირველი კითხვის ნიშანი შეგვიძლია დავსვათ და სერვისებზე საუბარს როცა ვიწყებთ ხოლმე, სწორედ იმის თვალსაჩინოებისთვის ვიწყებთ საუბარს, თუ რამდენად ყოველდღიურ საარსებო წყაროს შეიძლება უზღუდავდეს სწორედ მსგავსი ტიპის კანონები ადამიანებს. თუმცა აქვე უნდა დავაკონკრეტოთ, რომ საუბართ ხოლმე სკრეფსიტის სიტყვა ფიერთანი არ არის ასობაში. არ არის ერთგვაროვანი და უამრავი სხვადასხვა ტიპის განსხვავება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უშუალოდ სერვისებზე ლაპარაკის დროსაც აქ მხოლოდ სერვისებზე, ამ კანონზე როცა ლაპარაკობთ, მხოლოდ სერვისებზე არ დაიყვანება, თუმცა თუ მაინც და მაინც აქამდე დავყავს, საჭიროა გამოვკვეთოთ ის, თუ რა ტიპის სერვისებზე გვაქვს საუბარი და მათ შორის მაგალითად თავად PRTM-შიც ასევე ხშირ შემთხვევაში და სამწუხაროდ ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფი ტრანს თემი რა ტიპის სერვისებზე კარგავს წვდომას ამ კანონით და არა მხოლოდ ამ კანონით რეალურად, ხო, რიგი კანონების წყობით, მათ შორის ეს იქნება ჯერ არამოქმედებული ხარა იქნება თუ ეს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი რა ტიპის სერვისებზე წვდომას აკარგუნებს ამ ხალხს და რამდენად სინამდვილეში სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ეს სერვისები და განსაკუთრებით ტრანს თემის რეალობაში განვიხილავდი ამ ნაწილს სწორედ იმ უკიდურესად მოწყვლადი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც არა მხოლოდ კანონებთან მიმართებით, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ ყოველდღიურ რეალობაში ეს ჯგუფი თავისი არსებობის განმავლობაში ყოველთვის იმყოფებოდა. ცოტა ახლა ხიზიანდება ბერდიში, მაგრამ მგონი რომ სერვისებზე რომ ვკითხავ, ეს არის ჩემი მთავარი. ძალიან მნიშვნელოვანი მადლობა ამ კითხვისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, რომ ტრანს ჯგუფი არის, მე მგონი არ ვიცი, ქვეყანაში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და როგორც ეკონომიკურად, ასევე ძალადობის კუთხითაც მოწყვლადი არის და ანუ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი თემი არის, მაგალითად რომელსაც შეიძლება ეხებოდეს უსამკარობა, ხო? რომელიც გადაჭარბული არის აი ამ როგორც საზოგადოებაში მიუღებლობასთან, ასევე ჩაგვდის სხვადასხვა ინსტიტუციონალურ სისტემებთან, ხო? ანუ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ზოგადად ქვეყანაში არ გვაქვს არანაირი სერვისი, რომელიც უსამკარობისგან დაიწყოს ადამიანებს, ამ დროს აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ტრანს თემი და ზოგადად queer თემი, ანუ კიდევ უფრო მოწყვლადი არის აი ამ უსამკარობისა და სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე, ხო, მათ შორის დასაქმების წინაშე. რაც შეეხება რაღაცა სერვისების წვდომაზე, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს არც ამ კანონამდე და მithumetes არც შემდგომ არათუ queer თემისთვის ან ტრანს თემისთვის ქონია რაიმე ტიპის სერვისები, იქნებოდა ეს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, უსამკარობაზე, დასაქმებაზე და ასე შემდეგ. არამედ ზოგადად მთლიანად მოსახლეობაზე რომ ვილაპარაკოთ, მთლიანად მოსახლეობისთვისაც კი არ არის ხელმისაწვდომი და ადეკვატური სახელმწიფო სერვისები, ხო? რაც შეეხება აი კონკრეტულად იმაზე, რაზეც მუდმივად ხდებოდა აი ამ სიძულვილით აპელირება, რომ რაღაცა სქესის შეცვლის რაღაცა კონკრეტული მექანიზმები აკრძალავით ქართულმა უწყებამ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჩვენ ქვეყანაში არასოდეს არ გქონია ოფიციალური გაიდლაინები იმაზე, როგორ უნდა ხდეს ესე ვთქვათ ჭალებში სქესის ცვლილება. ანუ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა უცნებამ აკრძალა ისედაც უკვე აკრძალული და არარსებული სექსი. რაც შეეხება იმას, რომ ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის თუნდაც ის ჰორმონოთერაპია იქნება თუ რა იქნება, ხო?
ანუ ჩემი აზრით ეს პირდაპირ გადის ჯანმრთელობის უფლებაზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასწრაფო, პირდაპირ გადის თანასწორობაზე, ხო? იმიტომ რომ თუ კი მანამდე ესე ვთქვათ, გაკრძალვამდე არსებობდა რაღაცა რამდენიმე ექიმი, რომელმაც აიარა რაღაცა კონკრეტული ცოდნა იმასთან დაკავშირებით, როგორ არის შესაძლებელი უსაფრთხო აიაროს ადამიანმა ჰორმონული თერაპია, ამ შემდგომ ეს წაიწყეს არნიშნავს იმას, რომ ადამიანები ამ პრაქტიკებს აღარ მიმართავენ. უბრალოდ ეს ნიშნავს იმას, რომ ცილებით მეტი ზიანი მიადგება ადამიანებს ზუსტად ამ ჯანმრთელობის კუთხით. და მე პირდაპირ ვიტყოდი, რომ ეს არის რაღაც ნელის ხელშეწყობის სახელმწიფოს პირდაპირ რა, იმიტომ რომ ის რომ შენ რაღაც კონკრეტულ რაღაცას აკრძალავ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს არიარსებებს, ეს გადაინაცვლებს. მეტად არაფორმალურ სივრცეებში და ის გამოიწვევს ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან სიკვდილსაც კი. მე ესე შევადარებ, მე ესე ვხედავ როგორც სოციალური მუშაკი. მადლობა ირა. მეგობრებო, ეს საკითხი თუნდაც ამოვწერეთ სინამდვილეში და უღიაროთ ისიც რომ ერთი ეთერით ფიზიკურად ვერ დაიფარება, ერთი იმიტომაც რომ თავად თემა იმდენაირ მარწუხს იჩენს ამ ყოველდღიურ რეალობაში და იმდენაირი ჩაშლა შეგვიძლია queer თემის გამოწვევების, შეგვიძლია მართლა ფაქტობრივად ტომები გამოიცეს იმაზე თუ რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან queer ადამიანები საქართველოში, იმის მიხედვით რა პერიოდიკას ავიღებთ, დღევანდელი რეალობიდან როგორ ამოვალთ, უშუალოდ რასთან მიმართებაში, თუნდაც დღევანდელ რეალობაზე როცა საუბარი, მაგალითად დღევანდელი ეთერის მთავარი ამოსავალი რაც იყო ეს დეკემბერში ამოქმედებული კანონი, ასევე საერთოდ ვერ ამოწურავს მათ შორის დღეს queer თემის და queer ადამიანების ყოველდღიურ ყოფაში არსებულ გამოწვევებს და ამიტომ ფიზიკურად ძალიან ამბიციურები უნდა ვიყოთ, რომ ვიფიქროთ, რომ ერთი საშუალოდ 9 საათიანი ეთერი შეიძლება სრულად გადავწყვეტ და დავფაროთ ეს საკითხები და აქვე შეიძლება წამოვჭრათ ისიც თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, რომ ამ თემაზე ხშირად საუბრობდეთ, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ გარე ეთერის ფარგლებში ხშირად საუბრობდეთ ნებისმიერ იმ ერთობებსა თუ საშუალებებში, გაერთიანებებში, სადაც ხელი მიგუწვდება და ხშირად საუბრობდეთ მათ შორის ერთმანეთშიც კი, იმიტომ რომ თუ კი პრობლემა ამდენად მრავალშრიანია, რომ ის ფიზიკურად ვერ დაიფარება არათუ 9 საათში, არამედ კიდევ სულ 3 გადაცემაც რომ მივუძნოთ ამ რეალობაშიც, აქვე დგება კითხვად გამოდის ის თუ რა არის ის შესაძლებლობა, რა არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენთვაც აქ მყოფ ადამიანებმა იმისათვის, რომ ამ თემის აქტუალიზებას შევუწყოთ ხელი, იმიტომ რომ ეს თემა ფაქტობრივად თვეებია ჩაკარგულია, თავად ეს კანონის თვეებია ჩაკარგულია იმ ასევე ავტორიტარულ ყოველდღიურ გამოწვევებში და სამწუხაროდ ეს კანონი სათანადოდ ვერც კი მოინიშნა როგორც ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი ფუნდამენტური გამოწვევა და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად ჩვენ როგორც პროტესტში მყოფმა საზოგადოებამ თუ რა შეიძლება ზოგადად გააკეთონ მათ თუ კი დღეს ისევ არსებობენ რა ვიცი ოპოზიციური პარტიები იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ვისაც რაღაც ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება ეკითხებოდეს როგორც სოლიდარობაზე რა შეიძლება იყოს მათი გზა იმისა რომ ამ თემის აქტუალიზებას და სოლიდარობას მათ შორის საზოგადოებაში რომელიც აი ვახუშტი მაცახლეა და ირამას არაჩვეულებრივად ჩაშალა ის რომ ეს კანონი თავად რაღაცა იმ სოლიდარობის ნიადაგსაც კი ამარტოვებს თითქოს ხო რა შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ როგორც თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილა საზოგადოებამ და ორივესთან ეს კითხვა მექნება იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ორივეს მნიშვნელოვანი პასუხი გექნებათ და რახან ვახუშტის ჯერი იყო ხო ვახუშტი და ამ ასეთ კითხვაზე რა შეიძლება გქონდეს რა პასუხი შეიძლება გქონდეს საზოგადოებას უსამართლობის წინააღმდეგ სულ ერთ-ერთი რაღაცა მიტყველებს თავში როდესაც უსამართლობა ხდება სისტემური, როდესაც
რეჟიმი მთლიანად ისაკუთრებს სახელმწიფოს, როდესაც კანონი, რომელიც სამართლიანობას უნდა ემსახურებოდეს, ემსახურება ავტორიტარულ მიზნებს, და როდესაც სამართლიანობის გაუფასურება ხდება ქვეყანაში და კონკრეტულ საზოგადოებაში, მაშინ ის ვისაც ევალება სამართლიანობის საკუთარ თავზე აღება და სამართლიანობის გადარჩენა არიან ადამიანები, ვინც ამ საზოგადოებას შეადგენენ. იმიტომ რომ თუ კანონი არის ღიად უსამართლო, მაშინ ერთადერთი კანონი, რომელსაც ანგარიშნი უნდა გაუწიოთ, არის ჩვენი გულის კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ნებისმიერი ჩაგვრის და ნებისმიერი უსამართლობის წინააღმდეგ და მიუხედავად იმისა, საიდან, ვისგან და რომელი მხრიდან მოდის ის. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ინსტრუმენტალიზაციაზე და მე ვახსენე ხო ეს კონსტიტუციური რეფორმა. კონსტიტუციური რეფორმაში მთავარი პრობლემა რატო იწყება აქედან, რატო ირამ ძალიან კარგად აღნიშნა. იმიტომ რომ პრობლემა არ არსებობდა, არავინ არ ითხოვდა იმას, რაც კონსტიტუციამ აღნიშნა. თავად ქართულმა ოცნებამ გამოიგონა პრობლემა, მასზე პოლიტიკური სპეკულაცია, იმიტომ ფეაქერებს არ ითხოვდა, არ აინტერესებდეს არსად არ გასმულა ხო? ჩვენივად ახსნა ეს პრობლემა გამოიგონა, გადაწყვიტა და ამაზე პოლიტიკური ქულები დაიწერა, ან ცადა ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური ქულები დაწერა და ამისი მონაწილე გახადა მთელი მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტი, ხო? და საკონსტიტუციო კომისიის ნაწილი. სულ ვაკაცი იყო, რომელსაც კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმეცით მაშინ ხმა საკონსტიტუციო კომისიაში. ამიტომ ეგ ამოცანა, რომ ჩვენ დაუპირისპირდეთ იმ სისტემას, რომელიც აწარმოებს უსამართლობას და ამრავლებს ყოველდღიურად უსამართლობას, აი ეგ რესურსი არის თავად ამ წინააღმდეგობაში, იმიტომ რომ აქ იმიტომ რომ არ ვგავართ, რომ ქართული ესპანური წარმოება. აქ ვგავართ მხოლოდ მაგნიტოტი არა, იმიტომ რომ სხვანაირი ქვეყანა გვინდა. ჩვენ გვინდა სხვანაირი მოწყობა, იმიტომ რომ ეს მოწყობა რამაც ქართული ოცნების რეჟიმი გახადა შესაძლებელი, უნდა შეიცვალოს ახალი მოწყობი, ახალი დემოკრატიული, ნამდვილი, რეალური დემოკრატიული სისტემა, რომელიც ეს 30 წელი არ ჰქონია, მაგრამ რომელიც აუცილებლად გვექნება მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობა საკუთარ ბიზნესს მიაღწევს, ჩაინიშნება ახალი დემოკრატიული არჩევნები და დავიწყებთ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი ქვეყნის შენებას, რომელიც დაეფუძნება თანასწორობას. ამაზე რაღაცა კონკრეტული რეცეპტი მე ალბათ არ მაქვს და სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან რთული არის, რომ ეხლა აქედან რამე რეცეპტი ვთქვათ, რა უნდა გავაკეთო თითოეულმა, ხო? უბრალოდ მიმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც გონია, რომ აი ეს კანონმდებლობა, ეს ჰომოფობიური და ფაშისტური კანონი დაიცავს მათ შვილებს, გაიხსენეთ, რომ ქვეყანაში ყავს 10,000-ობით მოშიმშილე ბავშვი და დასვით შეკითხვები, რატომ არ არის თუნდაც აი ეს სასკოლო კვება და რატომ ხედავს ხელისუფლება ბავშვების დაცვას, რომ კონკრეტული ადამიანებისგან დაიცვას, მას კონკრეტული ნიშნით მონიშნოს ადამიანები, ისინი გამოაცხადოს მტრად და ამათგან დაიცვას ბავშვები და რატომ არ იღებს არანაირ, ესე ვთქვათ, არ დგამს არც ერთ ნაბიჯს იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ადეკვატური განათლება, ჯანდაცვა, ყველა ბავშვს ჰქონდეს თავზე ჭერი და ბავშვები არ დადიოდნენ შივრები, ხო? ჩემი ესე ვთქვათ მოწოდება იქნებოდა, რომ ამაზე ძალიან კარგად დავფიქრდით, სანამ რაღაცა ადამიანებში დაინახოთ მტრებს, იმიტომ რომ ეს ლოგიკა, ხო, რა ლოგიკითაც ხოცებმა მიიღეს ეს კანონი, ხო, რაღაცა ნიშნით მონიშნეს ჯგუფი, გამოაცხადეს მტრად და გაანეიტრალეს, ხო? ეს ნიშნავს იმას, ამ ლოგიკის მიხედვით, რომ დღეს თუ მე ვარ ეს ჯგუფი,
აუცილებლად იქნება სხვა ჯგუფი, რომელსაც რაღაცა ნიშნავს, შეიძლება ეს იყოს რელიგიური უმცირესობა, შეიძლება ეს იყოს ეთნიკური უმცირესობა, სხვადასხვა უმცირესობები. უბრალოდ მართალია, სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანები, ისინი მონიშნავთ და რაღაც მომენტში დამიჯერეთ, რომ თქვენს კარზეც მოვა აი ეს ფაშისტური კანონმდებლობა და ფაშისტური პოლიტიკა. ერთადერთი რაც შემიძლია თქვა არის აი ეს და კიდევ ერთხელ უპირობო სოლიდარობა ფიარებს, უპირობო სოლიდარობა ყველა ჩაგდებს, თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა. რეალურად კითხვებისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს ალბათ დარჩენილი, მაგრამ თუ არის კითხვები, მაინც მივიღებდით და ვეცდებოდით, რომ მოკლედ გვეპასუხა. აქ ვერ დამავიწყა შესავალში მეთქვა, რომ დღეს ჩემ ნაცვლად ლიკა ჯალაღანი უნდა ყოფილიყო და როგორც იურის, ასე რომ მას ბევრად უფრო მეტი კომპეტენცია ექნებოდა ამ კანონზე სასაუბროდ, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ ვეღარ მოახერხა სამწუხაროდ მოსვლა და ამიტომ სამწუხაროდ დიდი ნაწილი შინაარსის ალბათ ამითაც გამოგვაკლდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს მაინც საინტერესო იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა უთხრა ირას და ვახუშტის, რადგან ეს თემა მართლაც უმნიშვნელოვანესი იყო, რომ გაგვეშალა და გვესაუბრა, რამდენადაც ამის საშუალებას ჩვენი რეგლამენტი და ზოგადად ფორმატი მოგვცა და ხო, კითხვები თუ არ არის შეგვიძლია პირდაპირ მარშით დავიწყოთ და მარშით არაერთხელ შევძახოთ კიდევ სოლიდარობა გვიარებს და შევუერთდეთ თესეულთან ასევე თანამებრძოლ ადამიანებს. არადგეთ ერთი წამით. ფილარმონია ჩემი გამარჯვება.